Ათმოცნებამ საკუთარ თავს მეცა უკვე უფლება, რომ Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ცნობილი ჟურნალისტი თქვენი კოლეგა დღეს ჩაესვა ციხეში. ბევრი რამე არის ამ ქვეყანაში, რაც არ მიმაჩნია მე ნორმალურად. ეს იმის საფუძველს კი არ მაძლევს თქვა, რომ ეს უნდა დავიჭიროთ ვიღაც ადამიანი, როგორც დღეს ვახოსანაია დაიჭირეს. ამას ხო მე ხო არ მithქვას მომწონს ეს რაღაცა. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად არ შეიძლება მთავრობის გინებისთვის ქართველი კაცის დაჭერა. ყველას ესმის ამ ქვეყანაში, რომ რამდენი უარყოფითი კომენტარი დაწერილა ვინმეს მიმართ. ანუ შალვა პაპუაშვილი ხო არ არის წმინდა ძრო ხარ, რომლის რაღაცა გინების გამო ადამიანებს უშვებ ციხეში. ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა, ვიღაცამ რა დააშავა. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ საჯარო სივრცეში ვინმეს თუ აგინდა, ყველა ციხეში და გავუშვათ. და ეს რომ მართლა აღსრულდეს და ამას არ ქონდეს შემაშინებელი ეფექტი. თუ ეხო წარმოგიდგენიათ, ან ციხეებში რა უნდა ხდებოდეს, ან ქართულ საზოგადოებაში რა მოხდება. კაზუისტურად, კაზუისტიკურად არაფერი განსხვავება არ არის შალვა რამიშვილსა და ბატონ სარაიას შორის. როგორც ერთი აგინებს deep state-ს და ვიღაცებს და ოპოზიციას და ჟურნალისტებს და ასე შემდეგ, ისე მეორე აგინებს ვიღაცას კოცებს და რაღაცას. რა ვქნა ახლა მე გამოვიდე და თქვა რომ შალვა რამიშვილი დაიჭირეთ მეთქი, ან საბოლოო ჯამში თუ ასეთი კანონი შემოვა, ის ხო მარტო ერთ ხარეზე არ იქნება. როცა ოჯახში გზდიდნენ, ვინმე გეუბნებოდათ, რომ დედის გინება ნორმალურია. თქვენ რო სკოლაში იყავით, ბავშვები რო ხოვდნენ, მასწავლებლები გეუბნებოდათ, რომ დედის გინება სწორია, მაგრამ ვინმეს ხوار პოლიციაზე ხوار გამოუძახიათ, რამდენჯერაც ვიღაცას ერთმანეთზე შეუგინებია. ქართული საზოგადოება ხო ხარშავს ამ თემას საკუთარ თავში. სწორს და არასწორს არჩევს და საზოგადოების თითოეულ წევრამდე მიაქვს ინფორმაცია, ეს მოსულა თუ არ მოსულა. იმისთვის, რომ საზოგადოების ნორმალური წევრები ერთმანეთს არ აგინებდნენ, არსებობს სხვადასხვა ინსტიტუციები. დაწყებული საბავშვო ბაღიდან, ოჯახიდან, ეკლესიიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან, სამეგობროებიდან, არსებობს ადათ-წესები, ჩვეულებები, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა, მშობლებმა შემოგვიტანეს და გვასწავლეს, როგორც ზრდილობა და უზრდელობა. არსებობს სხვადასხვა ასეთი ტიპის ურთიერთობა, ვიღაცამ ვიღაცას აგინა. ამის თქვენ მართლის გარჩევის წესი. ეს არსებობს ოჯახშიც, არსებობს კლასშიც, არსებობს უბანშიც, გესმით? და თქვენ გინდათ რომ აი ეს ყველანაირი ეს ტრადიცია, ეს ინსტიტუციები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა წინათაობამ მოგვიტანეს, წყალში გადაყაროთ და თქვათ რომ მურუსიძის სასამართლოა ის, ვინც ამაზე შეუძლია სწორის და არასწორის დადგენა და გარჩევა ექსკლუზიურად. ხო და მე ამის წინააღმდეგი ვარ. მე იმის მომხრე კი არა ვარ, ვიღაცას აგინოს. მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ თუნდაც ვიღაცას სულელი, რომელიღაც პოსტის ქვეშ იგინება, ჩემი სახელი დაისაჯოს და ციხეში ჩაჯდეს. შენ არგუმენტიც მოვყავს, რომ Facebook-ზე ეს სამდრეში გინებას კი არ შეამცირებს. იცი რას გამოიწვევს? ადამიანები შექმნიან ყალბ ავატარებს და ყალბი ავატარები წავა გინება. შალვაზეც იმაზეც და ის დაგროვილი ბოღმა, რომელიც საზოგადოებაში მუშტის ნაცვლად გიდების სახით გამოდის, არ გამოვა და დაგროვდება მუშტის მორალურ